შეამაღლებელი თავისუფლება ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლების რეალიზაციას, სიტყვის თავისუფლების დაცვას. Თავისუფლება არ გამოვა, რა თქმა უნდა, თავისთავად ჟურნალისტების გარეშე. თავისუფლების სიმბოლო არის, რა თქმა უნდა, თითეული ჟურნალისტი, თითეული მედია. რატო არ ექნება მაგალითად პრობლემები სახელმწიფო ტელევიზიებს? რომელიმე სახელმწიფო ჟურნალისტს პრობლემა აქვს? არა. რატო აქვს ჟურნალისტებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი? პრობლემა. ძინაიმანიშვილი ცდილობს როგორმე სიტყვის თავისუფლების ჩაკლობით ჩაკლას, რა თქმა უნდა, საზოგადოების მიზანსწრაფვა, საზოგადოების ამბიცია, რომ საქართველო იყოს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო, ერთიანი სახელმწიფო. მედია თუ ებრძვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ებრძვის სიტყვის თავისუფლებას და ებრძვის, რა თქმა უნდა, მომავალს ამავე დროს. დემოკრატიის ანიბანი რა არის? სიტყვის თავისუფლება. დემოკრატია არ ვითარდება სხვაგვარად, ხო, რა თქმა უნდა, თავისთავად. როგორ განვითარდება დემოკრატია? საუბრობენ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო. სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო თუ გვინდა სიტყვის თავისუფლებას და მედიას რატო აღჭო? რატო გცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი მედია მოგუდო და შენ ჭვაზე მართო? თუ სიტყვის თავისუფლება გინდა, თუ სამართლიანი სახელმწიფო გინდა?